მოგესალმებით პატიცომო ტელემაყურებლებო, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ფორმატის შევცვალეთ მთლიან გადაცემას საიდუმლო ფაილები, რომელიც გადიოდა კახა ხურცძესთან ერთად და ისევ ამ ფორმატით ამით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემის ჩვენი სტუმარი არის ბატონი მიხეილი ჟღენდი, პოლიტოლოგი და ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომლებიც აქტუალურია და რა თქმა უნდა ეხება ბატონ გულბათ სხილაძეს, რომელიც ის ჯაშუშობის და აგენტის სახით გაუშვეს წინასწარ ურთიერთობ პატიმრობაში. ანუ ბატონო მიშა, რა სიტყვით ამის შესახებ და რა იყო აქ აგენტურა და რას ნიშნავს აგენტურა ამ მატყლს და მოგესალმებით, ბანო კახაბერ, მივესალმებით თქვენ პატიციელ მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ბატონ გულბათს, რომელსაც მე 2000 წლებიდან ვიცნობ და მისი საქმიანობა ახალს არაფერს ვიტყვი. ეს იყო სრულად გახსნილი, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მისი ნებისმიერი ნაბიჯი, ეს შეხვედრები იყო ჯერ კიდევ საელჩოში, შემდგომ ინტერესთა სექციაში, რუსეთში. ეს იყო გახსნილი ურთიერთობა და მას საკმაოდ დიდი წვლილი აქვს როგორც სამეცნიერო კუთხით, რუსეთ-საქართველოს მეგობრობის აღსადგენად, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობითაც რამდენიმე წლის წინ, მაგალითად კურკიაზეც მათასასაფლაორო არის, მისი რეაბილიტაცია მოხდა ბატონ გულბათის ხელმძღვანელობით. აი ეს ტანკი, ცნობილი ტანკი, რომელიც ჩვენ ყოველს ბავშვობიდან გვახსოვს, რეაბილიტირებული იყო. არაერთი წიგნი პუბლიკაცია აქვს გამოცემული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, საბჭოთა ურთიერთობაზე, 9 მაისზე, გამარჯვების დღეზე. ვთქვათ, მისი სპექტრი საკმაოდ ფართო არის და იყო და იქნება საზოგადოებაში, რა თქმა უნდა. საზოგადოებაში და რაც შეეხება აგენტი, მე პირველივე დღეს როცა ეს ამბავი შევიტყე, დავწერე რა არის აგენტი. აგენტის განსაზღვრება ეს არის ადამიანი, რომელიც მოიპოვებს საიდუმლოებებს, მიუწვდება ხელი საიდუმლოებებზე, ან მოღვაწეობს ეს სფეროში, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ტექნოლოგიური, სამეცნიერო, კვლევითი, თქვა ჩვენ სამხედრო ინდუსტრია არ აქვს სამწუხაროდ და აი ამის გაცემაზეა საუბარი. ის ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანი აანალიზებს, შემდეგ ამას წერს, ამაზე საუბრობს და ჩვენ კოლეგებს რუსეთში ახლა ჩამოვედით რამდენიმე დღის წინ ანტიფაშისტური დიდი ფორუმი ჩატარდა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდით და ჩვენი აზრები გაუზიარეთ. ერთი რამ მინდა თქვა, ბატონო კახა. არც ერთი პოლიტოლოგი და არც ერთი ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობს, იმაზე მეც ვერავის ვერ ეტყვის, რასაც თავის ღია პუბლიკაციებში წერს. აი ეს არის ჩვენთვის ეს იყო გამოუგნებელი, რა უნდა ყოფილიყო. პრეზუმპციაზე არც ლაპარაკი, ამას გამოვირცხავ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ის, რის გამოც მოხდა ეს, რამ განაპირობა ამ ნაბიჯის გადადგმა, რატო გადადგა ეს ნაბიჯი ოცნებამ, რა იყო მაპროვოცირებდა და ვის რას უმტკიცებდა, ჩემს თავარი ეგ იყო. ვინმე სხვა არ დაუმტკიცეს, რომ აი ჩვენ აგერ დავიწყეთ რუსეთ პრორუსულ დავანებოთ თავი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ვისაც უნდა რომ ის 800,000 კაცი რომელიც რუსეთში ცხოვრობს ნორმალურად იყოს. ის ხალხი რომელიც დღეს ჩამოდის 10,000-ობით რუსი ჩამოდის დაახლოებით 1,5 მილიონი რუს ტურისტს ველოდებით. აი ბოლო ვიზიტიდან დაბრუნებულებს ხო 200 კაციან თვითმფრინავში მე საპასპორტო კონტროლზე რო გავედით, დაახლოებით 30 კაცი ვიყავით საქართველოს მოქალაქე. დანარჩენი 170 კაცი იყო რუსეთის მოქალაქე და რუსები იყვნენ. ბატონო მიშა, მოდი პროკურატურის საგამოძიებლო ჯგუფს რომ მივყვეთ ან გამოძიებას. ბატონი გულბათი იმისთვის ხომ არ დააკავეს, დაუშვა და ფინანსური მხარე იყო რაღაცა ისეთი, რომელიც აი მაგალითად ბატონი გულბათი იყენებდა ანუ ძვირიან სასტუმროებს, ხო, იყო ეს უკვე აღრიცხული, ანუ შეკრებებზე იყენებდა სხვადასხვა დაუშვათ ფინანსებს, რაც ეხებოდა, ეს იყენებდა ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, ხო არ იყო აქ ეჭვი, რომ ის იღებდა რომელიღაცა ქვეყნიდან, ნუ რუსეთი დავაფიქსიროთ ახლა ფინანსებს, რომელიც ამას საქართველოში იყენებდა და ამ ხრივ ახდენდა ის ანუ შეკრებებს დაუშვებდა ანუ შულავერის კომიტეტს ქმნიდა, გაატრიალებას აწყობდა, ანუ რას არა, გადატრიალებაზე არა, ანუ ფინანსებთან ხო არა დაკავშირებული რამე. მაშინ აი აქ მივდივარ. მაშინ კი ბატონო, ყველაფერი შეიძლება, მე ვერც იმას გამოვირცხავ, მაგრამ ახლა კაცი არის ზრასრული, დოქტორი, მეცნიერი,
ამის ძალიან კარგად ვიცნობდი 90-იან წლებში ბატონ ვიქტორ და ძალიან დიდ პატივისცემდი განათლებას. ხო, მაგრამ ამას არა, სხვა რამეს ვაუ. ადამიანი როცა ეს რამეს აკეთებს, იგი პასუხისგებელია თავის ნაბიჯებს. დღეს ეს სასამართლო არის დახურული, როგორც ვიცით. არავინ არაფერი არ იცის ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერეს კი ბატონო. და წაუყენო მაშინ ის თანხების ხარჯვა ეს არის ცალკე პრეროგატივა და მე დარწმუნებული ვარ თუ ის თანხები იყო გამოყენებული რომელიც მიღებული ქონდა ოფიციალურად შეიძლება გრანტი იყო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციიდან რომელიც აკრძალული მაშინ არ იყო ეხლა არ ვიცი რა არის მაგრამ საქმეში რადებს თქვენ იცით სხვათა შორის ადვოკატმა ჩვენ ტელევიზიაში გუშინ წინ მოწვეული და ისაუბრა რომ იქ მე ვერაფერი აღმოვაჩინე სისხლის სამართლის დანაშაული 40 ტომი გადავიკითხე. ხო, არ ვიცი, აი კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვაქვს ცნობა ადვოკატს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი და ჩვენ არ ვიცით რა არის შესაძლებელი. თუ თანხებზეა საუბარი, დარწმუნებული ეს თანხები იქნებოდა გამჭვირვალე და დეკლარირებული. თუ ისეთი თანხებია, რომელიც შემოწირულობით არის გაკეთებული და შეიძლება მე რაღაც კონფერენციის ჩატარებდი და ჩემო მეგობარმა მომწეს თანხა, რომელსაც არ უნდა გამოჩინა და ჩავატარო ეს კონფერენცია, ან სადმე გავემგზავრო და უშათ ძვირადღირებულ სასტუმროში. არ არის ეს პრობლემური თემა. აქ სხვა რამეზეა საუბარი. აქაა საუბარი იმაზე, რომ ჯაშუშობა ეს არის ის მოცემულობა, როდესაც ადამიანი გადასცემს გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციას და არა ანალიტიკას. ჩვენი ნებისმიერი გამოქვეყნებული სტატია ბატონ გულბას ნებისმიერი ინტერვიუ შეიძლება განხილული იყოს, მაშინ თუ ამ კუთხით მიუდგები რაღაც ინფორმაციის გადაცემად. და კიდევ ერთხელ უბრუნდები თქვენ კითხვას. ფინანსების საკითხი მაშინ უნდა იყოს ეს დეკლარირებული და უნდა დაუმტკიცო რომ ეს ფინანსები საიდან მოდიოდა. ეს ფინანსები იყო ოფიციალური, ეს ფინანსები იყო არაოფიციალური. თქვენ რომ მე დამაფინანსოთ და რაღაც ღონისძიება ჩამატარებიოთ. არა, შეხედე აქ ჯაშუშობის მუხლიც კი არა აქ ჯერ წაყენებული, იქ სავარაუდო მტკიცებულება თარდებს, ხო? მაგრამ ჯაშუშობა აქ, მაგრამ ფინანსების სანაცვლოდ ხო არ აკეთებდა დაუშვათ პროკურატურა ამას ხო არ იძიებს. და ეს ფინანსები ხომ არ ანუ ფინანსებს ხო არ იღებდა იმ საქმიანობაში, რომელსაც ახლა ჯაშუშობა ქვია? ნუ ეგრე იძახს პროკურატურა. ახლა პროკურატურის ადგილზე დაუშვათ, ხო, ნებისმიერ ასეთი რეზონანსული საქმე, რომელიც ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ეხება დაუშვათ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, ერთს და მეორეს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოს. დღეს დავწერე Facebook-ზე, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ რუსეთის ინტერესების სექციაში დააჯილდოვეს ბატონი ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი ჯილდოთი. ესე იგი რა გამოდის ახლა, რომ ვლადიმერ პუტინი აჯილდოვებს პრეზიდენციას საუბარი აქ ხო არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე ან ვიღაც რიგით ადამიანზე ხო? ნუ მე ვთვლი ჩემი აზრია რომ ეს ამბავი იყო საჭირო რომ ვიღაცისთვის ეჩვენებიათ ალბათ რომ აი ეგრეთ წოდებული პრორუსული გავლენის მქონე ადამიანის რუსეთთან კიდევ ერთხელ მეორე არაფერი პრორუსულობაზე აქ საუბარი არ არის აქ საუბარი არის რუსეთთან იმ საცოცხლო მნიშვნელობის დაალაგებაზე ურთიერთობის რომელიც საქართველოს დაუდგება უახლოეს თვეებში. ანუ რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილია ამ საქმიანობაში, მთელი თავის ცხოვრება ღიად ეწეოდა საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობის დაალაგებას. აი ამას ნიშნავს ჩემი გადასახედვა. ხო, მაგრამ ვიღაცის წითელ ხაზებს ხო არ გადაცდა ამ შემთხვევაში, ხო შესაძლებელია. ეს მაშინ გახსნა სასამართლო და იყო სასამართლოზე მოისმინოს ხალხმა, რას ედავებიან. დახურული რო არის ეს სასამართლო ეგ ერთმანეთში რას ლაპარაკობენ, ჩვენ ხო არ ვიცით. ჩვენ ახლა ვარაუდებით საუბრობთ. ადვოკატმაც კი არ იცის ბოლომდე. ანუ ადვოკატიც კი ვერ ამბობს თქვენთანაც კი პირად საუბარში. იმას რაზე არის ეს ადამიანი დაკავებული, ხო? ძიად რადევს რა მასალა დევს. და თუ წითელი ხაზები გადაილახა, ეს უკვე წითელი ხაზები სხვა თემა არის და უფრო სერიოზული ბრალდება, რომელსაც უფრო სერიოზული მტკიცებულებები ჭირდება. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ამას საუბარი, მაგრამ ერთ რამ ვიცი, რომ ადამიანი რომელიც ღიად არის რომელიმე ქვეყნის დასავლეთი იქნება გერმანია, ამერიკა იქნება გერმანია, იქნება რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. ეს ადამიანი არის გახსნილ ურთიერთობაში. ანუ აგენტურა არის სხვა, რომელიც არის თავად გადაბირებული ან მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე, ან პარლამენტის წევრი, ან მეცნიერი. რატო დაძებდნენ კომუნისტების დროს ფიზიკოსებს? ყველა ფიზიკოს ერთი უშიშროების თანამშრომელი ყავდა მიმაგრებული, იმიტომ რომ ისინი ფლობდნენ იმ სახელმწიფო დანაშაულის
სახელმწიფო საიდუმლო შემცველ დანაშაულის მქონე დოკუმენტაციას, რომელიც იყო სახელმწიფო დამანგრეველი და ახლა თუ ინტერვიუ მისცა სადმე და ეს ინტერვიუ მე ვინმესთან განიხილა პირად საუბარში და ის ადამიანი აღმოჩნდა რაღაც ეჭვმიტანილი, ეს უკვე სხვა თემა არის. ჩვენ გვაქვს საქმე ხომ არა ეხლა თქვენც კარგად იცით და მეც კარგად ვიცი რომ ეხლა არ დაესიზმა ოცნებას და გულბათი უცებ არ დაიჭირა რაღაცა იყო ხო? არა, ანუ ხო მუშავდებოდა დაახლოებით თვეობით ხო? დამუშავებაში კონდაზორვას ეყოლებოდა, გასაგებია. აყვანილი ეყოლებოდა. კონდაზორვას ნებისმიერი ადამიანი უნდა ყავდეს დამუშავებაში, ვიზეც ეს შმიტოს და სახელმწიფოს ვალი და ამაში უხდიან საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს. მე ვიტყვი რომ ჩემი ვარაუდია რომ ბატონი გულბათი არ არის არც მოღალატე ერის მე ჩემ აზრს ვიტყვი და არც ჯაშუში არ არის და ძალიან წუხვარ ამ საკითხს ძალიან ცუდად შევაჩვიეთ იცით ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში აგენტი ჯაშუში ხო აი ძალიან ეს იმდენად გაცვეთილი ეს ასეთ ბრალდების საყენების შემთხვევაში ადამიანს მის უკან ოჯახია მის უკან ახლობლებია წრე არის და ძალიან იცით რა არის ისტორიულ სახელს სასაცილო არ გახდეს და რაღაცა ისეთი არასერიოზული ფორმა არ მიიღოს ამ სიტყვა ჯაშუშმა. არ უნდა გააუბრალოვო სიტყვა ჯაშუში. ხო, მაგრამ დღეს ჯაშუშია და ხვალ გამოდიხარ და აღარაა ჯაშუში ამას ვამბობთ. პროკურატურაზე მაქვს საუბარ და სასამართლოზე. პროკურატურა ალბათ მაქსიმალურად შეესწება რომ აი თავისი ჩვენება, თავისი ეჭვი რაზეც არის, რომ ეს მიიყვანოს ლოგიკურ დამამდე რა ქვია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასალა არ ვიცით, რადევს მასალაში არ ვიცით, ადვოკატი ვერი ამბობს, ხო არ ამბობს. არ ამბობს, ვერ, იმიტომ რომ გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი და დანარჩენი ჩვენ არა ვართ ესენი რა ქვია, ყავაზე მკითხავები ვნახოთ იქ რა რაღაც გარკვეული ინფორმაცია ქონდათ, მაგრამ ამ ინფორმაციას სჭირდება დასტურება, ამ ინფორმაციას სჭირდება ანუ იყო მყარი თუ არ იყო მყარი ინფორმაცია, არ ვიცი, ვერ მეტყვი. აქა ხო საკითხი. მყარი ინფორმაცია, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მოდი შევთავაზოთ ერთ რამეზე. ვერც ერთი ადამიანი ჯაშუშად ვერ მოიაზრება თუ ის გახსნილად საუბრობს ამა თუ იმ ქვეყანასთან კეთილ მეზობლურ ურთიერთობაზე. ნებისმიერი ამერიკის პროევროპელი, პროდასავლელი ანალოგიურად შეიძლება იყოს ჯაშუში და ანალოგიურად შეიძლება ნებისმიერი ადამიანი რომელიც რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს და ამისთვის ინტერვიუებს იძლევა, ჩადის რუსეთში, ხვდება საელჩოში. საელჩოში რო შედის ადამიანი, იმა რა იცის ვის ელაპარაკება, სიტყვაზე ვარ. ხო, არის მართლა. მოდით ახლა კი ბატონო, პირველი პირი, მეორე პირი, მესამე პირი გასაგებია დიპლომატია. ყველა საელჩოში სხვა სტრუქტურებია, ხო? ამაზე აი კიდევ ერთხელ ვამბობ და ვიმეორებ რა ბოდიში ამ გამოთქმაზე, ამდენჯერ მომიწია ამის დეკლარირება. აგენტურული საქმიანობა ეს არის საქმიანობა, რომელიც შენიღბული არის სხვადასხვა ქმედებებით და არც ერთი აგენტი იმ ქვეყანასთან არ იწყებს ღია ურთიერთობას. აი ეს არის ჩემი აზრი. კინოებიდან ეს გვინახავს. ესე გვისწავლია და ასე იქნება. მე მაქვს იმედი რომ ნებისმიერ ადამიანი რო ყოფილიყო დაუშვათ ღმერთო დაიფაროს, ერთგვარად რომ ბატონო გულბათი იყო ამერიკის ან გერმანიის ჯაშუში შეიძლება უფრო დასაჯერებელი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს კაცი იძახდა მე რუსეთთან ეს მინდა, მე როგორც ვიცი, იმის კომისიის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუდენტები რომ მიდიან რუსეთში უფასო სწავლებაზე, ადრე იყო, ეხლა არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ წლების წინ იყო. ანუ შეუძლებელია ადამიანი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიდოდოთ გამოძიებას, დავიდოდოთ რას დადებენ და გახსნათ სასამართლო და ყველა ნახავს იმადა თუ ისეთი უთკიცებულებები აქვს. მაგრამ იმაზე მეტი არ იქნება, რაც ნათქვამი ექნება მას ღია განცხადებებში, ინტერვიუებში, ტელეგამოსვლებში და იმაში, რასაც საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი აკეთებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ესაა ჩემი მოსაზრება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროკურატურა და საგამოძიებლო ჯგუფი მივა ობიექტურ გამოძიებამდე და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გულბათის მიეცემა საშუალება, რომ თავის სიმართლე დაამტკიცოს. ქვეყნის წინაშე, აქ არა პროკურატურის წინაშე, არა ცოტა სახელი, ახლა აგენტის ძახილი, ხო? ახლა ჩვენ იმდენად მივაჩვიეთ ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცა ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ყველა ერთმანეთს აკერებს ამ აგენტის აგენტურაში, ეს იმდენად უკვე სიტყვა მიიღო. ბატონომიშა, ამერიკის აგენტები არ გვინახია ჩვენ და რა, ერთი სად არიან ესე? ამერიკის აგენტებიც არიან გერმანიის, არა, ხო, მარტო რუსეთის აგენტებზე რო იძახი. ნებისმიერი ქვეყანა მუშაობს სხვა ქვეყანაში თავის ინტერესებიდან. კი ბატონო. საქართველოს რო იყოს
ძლიერი სახელმწიფო, მე დარწმუნებული ვარ საქართველოსაც საელჩოებში ყავს თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სპეცსამსახურებზე. ეს ლოგიკურია. ამერიკის და რუსეთის საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დიპკორპუსში 60% იყო საფარქვეშ სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ყველა იცოდა ვინ ვის იყო. და 90-იანებში ერთ მაღალ ჩინოსავს კითხე, ხო იცი მეთქი ეს რო აგენტია და იყოსო ამის გაწევას და ახალი შემოყვანასო, იმაზე ცალკე დავხარჯო დრო, ენერგია, ფულიო, მე ვიცი ეს ვინ არისო. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი იცის. ამერიკელებმაც იციან ვინ არის აქ, რუსებმაც იციან, ფრანგებმაც, გერმანელებმაც. ნებისმიერი ქვეყანა მუშაობს თავის ინტერესებზე. ამას ჩვენ ვერ აუგზავნავ და რაც დიპლომატიური სკოლა არსებობს, დიპლომატიურ სკოლასთან არსებობს კიდევ გარკვეული ინტერესები. მე ეხლა თქვენ სხვა თემაზე გადავედი რა. ჩვენთვის თავარი რა არის? აგენტის კონკრეტული განსაზღვრება, კლასიკური განსაზღვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს თუ არა? ამ მტკიცებულებები. ეხლა ჩვენ შევეხეთ რუსეთს და ამერიკის აგენტურ სქემას, მაგრამ მოდი ესე ხوار მე ეხლა ფორმატი შევცვალე ამ შემთხვევაში დღევანდელ გადაცემაში. რუსეთსა და ამერიკის შორის აი რა პოლიტიკური ველი არსებობს და როგორ შეიძლება მათი დაუშვათ აი რუსეთის და ანუ აქ ირანიცაა რა თქმა უნდა და ირანმა წამოიღო აი ესა ორი დიდი ბირთვული ქვეყნის რაღაც დამაკავშირებელი ზოლი, მაგრამ ირანი რა მომენტში ჩავარდა ამ სიტუაციაში, აი აქ ხوارა საძებნი ამ ორ ქვეყანას შორის. აი მე ესე უფრო მგონია, რომ ირანი წამოეგო ანკესზე? რის ანკესზე? აი მაგალითად ამერიკაზე მაქვს საუბარი. კი ბატონო, მოდით ესე ვთქვათ, იგივე აი ამ თემიდან რომ გამოვიდეთ და არ დავშორდეთ ამ თემას, რაც პირველი კითხვა იყო. ამერიკა და რუსეთის ურთიერთობა თუ ვინმეს გონია, რომ ეს ორი ქვეყანა საბოლოოდ ერთმანეთს გადაემტერება, ძალიან ცდება. ეს არის ორი ზესახელმწიფო, რომელიც ერთმანეთს ბოლომდე გაუწევს ანგარიშს და არავის ინტერესებს სხვისას არ გაითვალისწინებს. ის რაც ახლა თქვენ ბრძანეთ ირანზე, ხო? ირანი იყო, არის და იქნება აი იმ რეგიონში ერთ-ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური კონცენტრაციის ცენტრი და ორი თვის ბატონ პაატასთან რო ვიყავი, მაშინ ესე დავიწყე გადაცემა, რომ ირანი უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი რეგიონალური სახელმწიფო. ეს ასე მოხდება, იმიტომ რომ ირანმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აღარ არის ის ლომი, რომელიც იყო დაუშვათ 20-10-5 წლის წინ. იმიტომ რომ ქვეყანა ამხელა შეტევა იყო ირანზე და მოახერხა ირანმა თავის ასე ვთქვათ გამოსვლა ამ მდგომარეობიდან, ჯერჯერობით კი არა, გამოსულია დიდი ალბათობით და იქით უტევს ვინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ ირანი დაბომბავდა შეტევას მიიტანდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ვინმე წარმოიდგენდა ამას. მაგრამ აქ ისიც ხوار იყო, რომ ირანი უნდა ანუ ირანი ხوار გახადეს, მოდი ესეთი ანუ ამ იმაში, მოდი თურქეთზე გადავალ, აზერბაიჯანი და ირანი და სასომხეთში შვიდში არჩევნებია და კი ვიცით რა მოხდება და ან რა მოხდება არავინ მართვის, მაგრამ ირანი ხوار დატოვეს აქ ბირთულად, აი ბირთული არაღად ამ ქვეყნების გამო. რატო? ირანი თავად თვითონ არის თვითყოფადი ქვეყანა, 76-დან არის ქვეყანა სანქციების ქვეშ. როგორ უნდა დატოვონ? აი თქვენ რას მეკითხებით? ანუ მე ვფიქრობ, რომ ირანი გახადეს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ამ ქვეყნებს შორის. ირანი, ანუ ამერიკამ გახადა, მოდი. ამერიკამ თავისი აი ამ ნაბიჯით ირანს აუწია ავტორიტეტი. მაგის მაგინდათ? კი, ამის სუსტად, აი, მაგრამ ეს ქვეყნები იმიტომ ჩამოასახელე მე, რომ ეს მეზობელი ქვეყნები არის და აი ამათში ხომ არ დატოვა, თქვა, აი თურქეთზე მაქვს მე უფრო გადასვლა იქეთ. თურქეთი ყველა ქვეყანა, ბანუკახ, რეგიონში ცდილობს თავისი გავლენა მოიპოვოს. ამაში დასაძრახი არაფერია, ყველას თავისი ინტერესები აქვს. შენ არ უნდა მისცეს საშუალება. შენ ამ შემთხვევაში საქართველოს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ ყველასთან გინდოდეს ურთიერთობის, ყველასთვის კარგი ვერ იქნება. კი ბატონო. ჩვენ ხან გვინდოდა, რომ ჩინელებთან ქონოდა ურთიერთობა. მერე თურქულ აზერბაიჯანულ თემაში გვინდოდა.
მერე ირანთან დავიწყეთ ურთიერთობა, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან ცდილობს ჩვენი ხელისუფლება და მე ბევრჯერ საყუდურობენ ეხლაც რომ შენ ის არ იყავიო 2 წლის წინ რომ ამბობდიო რომ ოცნება მშვიდობას კი ბატონო დღესაც იგივეს ვიმეორებ დღეს მე გაცილებით რადიკალურად ვაკრიტიკებ ოცნებას ვიდრე 2024-ში იმიტომ რომ მაშინ ერთადერთი გამოსავალი ეს იყო ჩვენ რომ თავიდან აგვეცილებია ეს უბედურება რასაც ომში ჩართვა ქვია და მე ვიცი კარგად 90-იანებიდან ამერიკის შეერთებულ შტატების დასავლეთ როგორი ზეწოლა შეუძლია განახორციელოს ხელისუფლებაზე მაშინ ხარს უჭერდი ეხლა მე უფრო მეც ვთხოვ ხელისუფლებას ჩამოყალიბდით ან ამერიკასთან იყავი, ან რუსეთთან იყავი, ან მონახე ის შუალედი, რომელიც შენ არ შეგიქმნის პრობლემას. აი ყოველ განცხადებაში ქალბატონი ზახაროვა გამოთქვამს ძალიან დადებით კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და აქებს ვერ ვიტყვი, მაგრამ დადებით კონტექსტში აფასებს მას, ხო? ამავდროულად მეორე თემა არის აგერ ირანია, რომელიც ტრამპი ერთ დღეს ამბობს, რომ ირანი ის ლიდერი არის ძალიან კარგი ბიჭი და უნდა შევხვდე, რომელსაც მამამ მოუკლა. მეორე დღეს ამბობს, რომ დავმობო. მესამე დღეს ამბობს, რომ აგერ ალიასკა უნდა დავიბრუნო, ის ალიასკა კი არა, გრენლანდია უნდა შევიერთო, აგერ კანადა უნდა გავხადო. სად არის ეს განცხადებები, ხალხო? ამ კაცმა იმდენი განცხადებები აკეთა. იმიტომ კი არა, რომ ის დიდი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის, ის იმპულსური ადამიანია და როდესაც დღევანდელი განცხადება, რასაც მე უსმინე, ხო, პრემიერ-მინისტრის, ხო, რომ რუბიომ ესე ვერ გაიგო, ხო, მე ძალიან რბილად ვიტყვი ჩვენი პრემიერის განცხადების კონტექსტს. ანუ რუბიომ გააკეთა განცხადება, რომ მე ქართველებმა მკითხეს, რა გინდათო, რომ ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობაო. დღეს პრემიერ ამბობს ეგეთ რამე არ გვითხოვს. ანუ ან რუბიოს დაეწყო მეხსიერების პრობლემა, ან ჩვენ ვერ განუმარტეთ კარგად. ძალიან მძიმე ვითარებაში შევდივარ და საქართველოში მე Facebook-ზე რამდენიმე პოსტი დავწერე, არავის არ ეგონოს ის რომ თუ მაგალითად ისეთ ადამიანები მოხვდებიან რეპრესიებში, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობის კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრია და ამაზე იქნება რეპრესიები ამ ხაზზე განხორციელებული, დასავლეთი ამას შეიწირავს. დასავლეთი არ ჩაუთვლის ქართულ ოცნებას, ანუ კახა დადებითად შეიძლება რაღაცა პროცენტით, მაგრამ ამის გამო უპირობოდ რომ ის პირობები არ შეასრულოს ოცნებამ, რასაც დასავლეთი უკვე მე-5 წელია თხოვს. ეს არის ჯერ 9 მოთხოვნა იყო, მე 12 მოთხოვნა. ყველა მოთხოვნაზე ვთქვი 9 კი არა, 309 და 112 მოთხოვნა რომ შეუსრულო ამერიკის შეერთებული შტატები ამ ხელისუფლებას აი ამ კონფიგურაციით შეესწება რომ ვერ შეინარჩუნოს, არ შეინარჩუნოს. არ უნდა მოვაბეზროთ ჩვენ თავი. არ დასავლეთს და არც რუსეთს. არავის არ უნდა მოვაბეზროთ თავი. ანუ შუალედი ვერ გვიჭირავს და რა გავაკეთოთ? აი რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, ამ სახელმწიფომ, რომ ეს შუალედი დაიშევინარჩუნოთ. ამ შუალედის შესანარჩუნებელი ერთადერთი არის, რომ როგორმე, ეს ჩემას ვამბობ, როგორმე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთმა უნდა მოილაპარაკონ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მაინც ასე დასრულდება. ხომ არა, ორი ბატონის ქვეშ მონა არ არსებობს. ორი ბატონის ქვეშ მონა. ჩვენ ხო, აი მოდით, მაშინ კამათი არ მინდა. შევარდნაძე მოაბეზრა თავი ამერიკასაც და რუსეთსაც. და მოხდა ისაც მოხდა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები ხო აქ განუყოფელი ბატონობა იყო სააკაშვილის დროს. რუსეთი სამდე ჩანდა მაშინ? არა. რუსეთს ვინმე ეკითხებოდა რამეს, კაი გაგებით ვიზახი. კი, მესმის. სრულად იყო და იყო შუქურა მიშა სააკაშვილი, ჩამოვიდა აქ ბუში, იცეკვა ორთაჭალაში, ხინკალი ახაი და ჩვენ რამე მივიღეთ? ან ნატო, ან ევროკა, ერთი ნაბიჯი გადავდგით. ანუ დანაპირები დარჩა. არა, დანაპირებზე არა საუბარი. მაშინ რუსეთი არ ერეოდა ამ თემაში, ხო? ხო ესე იყო 2008 წლამდე სანამ ამერიკელებმა არ აიძულეს და არ დაავალეს მიშა სააკაშვილს ომის დაწყება და კონფრონტაციის დაწყება და ერგნეთის გაუქმება პირველი დანაშაული რაც იყო ჩვენი და ჩვენ ოცნებთან ურთიერთობის აღდგენის პირველი დანაშაული ეს გააკეთებიეს იმიტომ რომ ეს უნდა დახურულიყო ასევე 92 წელს კონფლიქტის ზონა მაკედონი წყებოდა. კონფლიქტის ზონა და უკვე იქაურები ხშირად მიყვებოდნენ და მეც მიწევდა ერთ-ორჯერ გავედი კეხში და თამარაშენში მომიწეს ცხინვალის გავლით გავულა და ეგ პრობლემა არ ქონდა ჩვენ სამსახურის მანქანით ვიყავით წასული მაშინ. ამიტომ რის თქვა მინდა დასავლეთმა და რუსეთმა სანამ არ მოილაპარაკებენ ეს კონფლიქტები იქნება სუღია და სულ ასეთი ძიძგილაობა გვექნება და კიდევ მე არ მინდა
ის რის გამოც ამ ხელისუფლებას მე მხარს უჭერდი და ეხლა უჭერ მხარს იმ კუთხით რომ რუსეთთან ახლა მხარს კი აუჭერ ეხლა ვარ შეძახილის პროცესში შეიძლება ჩემი შეძახილი საერთოდ არ აინტერესებდეს ქართულ ოცნებას მაგრამ ის რომ ჩვენ რუსეთთან მოგვიწევს საუბარი ამას წყალი არ გაუვა ეხლა საუბარი როგორ მივალთ რუსეთთან რამ მდგომარეობაში მივალთ ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად ჯობია რომ ჩვენ გვყავდეს ვინმე ისეთი რომელიც მხარს დაგვიჭერს და დაგვიცავს ხო რუბიოსთან ხო შეიძლება ითქვას რომ აი მოდი თქვენ აი შინაურად გეუბნებით ახლა აი მარტივენაზე ამერიკელებთან და რუსებთან დაიწყოს ოცნება საუბარი რომ მოდით ბიძიკოებო თქვენ მოილაპარაკეთ ჩვენი ინტერესები ეს არის თქვენი ინტერესები გაიყავით და ნეიტრალიც რო ახლა ნეიტრალური საქართველოსია რომ რაღა ნეიტრალიტეტი იქნება ის შემთხვევა თუ ეს ორი ქვეყანა გაითვალისწინებს ყველა მეზობლის ინტერესებს ბატონო მიშა შენ ცუდღეში ვარ ჩვენ კი ძალიან ცუდღეში ვარ მაგრამ შეხედე აქ თქვენი პოზიცია ვაფიქსირებ და კარგი პოზიცია მაგრამ დღეს რუსეთი და ამერიკის თემა საქართველოს მე ვფიქრობ არ არის იმიტომ რომ აქ სხვა ქვეყნები არის თემად წამოწეული და ჩვენთვის ვფიქრობ არ ცალიათ ჯერ მაგათ ანუ რა ხდება გრძელვადიან პროცესში მივდივართ ხო აი დღევანდელი ცხოვრებით როგორც ცხოვრობთ ჩვენი სახელმწიფო როგორც ცხოვრობს რამდენად გაუძლებს ამას ჩვენი ქვეყანა როცა გრძელვადიანში ცხოვრობთ და ანუ რუსეთ ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს დღეს საქართველოს ბედიღბალი თქვენ ფიქრობთ თუ არ აინტერესებს ანუ არა აინტერესებს მაგრამ ჯერ სხვისი ბედიღბალი აინტერესებს ახლა აგერ ავიღოთ ირანი ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნები აქ უფრო ისა ნაკვერჩხალი იქ უფრო დევს ვიდრე ჩვენთან ხო მაგრამ ნაკვერჩხალი იქ რო დევს იქ ისეთი ნაკვერჩხალია რომლის ჩაქრობა შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე წელი და კავკასიაში ჩვენ 7 რიცხვში 220 კილომეტრში გვაქვს არჩევნები ერევანში კი ნუ მაგ თემაზე გადავდივართ ძალიან ძიმე და ძალიან საპასუხისმგებლო იქნება მთელი რეგიონისთვის და აი ქართებული დიდი ნაკვერჩხალი და აქ პატარა ანთებული პატარა ნაპერწკალი შეიძლება უფრო ადვილად ჩააქშო ვიდრე ის ანუ შეიძლება კავკასიის საკითხი უფრო ადვილად გადასწეს და უფრო მალე გადასწეს ვიდრე უკრაინა ეს არის გლობალური საკითხი სადაც გლობალური ინტერესები ერთმანეთს ეჯახება მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციიდან გამომდინარე რა მოთხოვა დაუშვათ აი რა შეიძლება მოეთხოვა რუბიოს საქართველოსთვის ისეთი რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს მიუღებელი გახდა ერთი კანონების მიღება საარჩევნო მეორე ამ პატიმრების გამოშვება ალბათ სააკაშვილზეც იყო მაგრამ ნუ არ ვფიქრობ ახლა სააკაშვილი იყოს ბოლო ასე ვთქვათ ამოცანა ამერიკელებისთვის რომ მოთხოვეს რომ არჩევნები ან ჩაატარე ვადამდელი ან როცა ვადა იქნება ოღონდ ხელისუფლება გადააბარე გადაბარებაზეა საუბარი დღევანდელი პრემიერის განცხადება ცხადყო რომ მისთვის ის მოლაპარაკება გარკვეულწილად არ იყო ისეთი თორე იტყოდნენ რომ აი ჩვენ რაღაცა ვლაგდებით ეს სიტყვაც არ მოყვარს პოლიტიკაში ჩვენ პოულობთ საერთო ენას ესეც არ მოხდა ხო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის აქ განწყობა დღეს საქართველოს ხელისუფლება რა მდგომარეობაშია ნახეთ ეგრეთ წოდებული ხო თქვი პროდასავლელები უკმაყოფილოა ეგრეთ წოდებული რუსეთთან პრორუსებს უკმაყოფილოა უბრალო მოსახლეობა უკმაყოფილოა სოციალური ფონი მძიმდება 300,000 ბავშვი სიგარების შიმშილის ზღვარზეა. ტრანსპორტზე გაკეთებული განცხადება ქალბატონმა რო გააკეთა დეპუტატმა. ანუ მე ველოდი, кайხანი ველოდი რომ გამოვიდოდა რომელიღაც ოცნების სპიკერი და იტყოდა რომ აი თლათ ესე არ უნდოდა, მაგრამ ცოტას გააკეთილშობილებდა მის განცხადებას, რომ თქვენ არ უნდა იაროთ მანქანი და მე უნდა ვიარო მარტო. გამოვიდა გუშინ თუ დღეს ვნახე Facebook-ზე ერთ-ერთი ქალბატონი დეპუტატი თქვა რომ საქართველოს 5-7 დღეში დაამარცხებს რუსეთიო. ხა ამას რო კაცი იტყვის რომ ქალბატონმა პირდაპირ გასცა ის საიდუმლოება ასე ვთქვათ. ძალებში სამხედრო საიდუმლოება უთხრა ვიღაცას დავანებო თავი რუსეთს რომ ჩვენ 5 დღის მეტი მეზარბაზნეები არ აქვს Facebook-ზე ატყდა მთელი ამბავი. ამისთან განცხადებას რო აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხო, ავტომატურად მე კარგად მახსოვს შევარნაის პერიოდი. ვიღაცა სისრულელეს რო იტყოდა,
მეორე გამოდიოდა ცოტა უფრო სერიოზული სახით და ან გააბატილებდა ის რომ უნდა ტრანსპორტზე გადაждდეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მე ვეთანხმები მაგრამ რომელ ტრანსპორტზე მეტროში 2-3 შემადგენლობის გატარება გიწევს მოსკოვში ყოველ 55 წამში მოდის ახალი შემადგენლობა პრაქტიკულად ხო მეტროში მოძრაობდი პრაქტიკულად იქ ფეხზე დამდგარი ადამიანი მე ერთ-ორჯერ შევხვდა რა შენ მოაწესრიგე ტრანსპორტის და არავინ არ არის გიჟი რომ დახარჯოს ბენზინი 10 ლარი იხადოს ყოველდღე ტრანსპორტში მანქანაში ნერვები იშალოს და ჯარიმებში გადაждდება მშვენია მთელი ევროპა ხო გიყვართ ევროპაში ახლა გალოსტოკით რომ ავიდე ავტობუსში ან მეტროში ჩათვალე მთელი მეტრო შემოტრიალდება და შემომხედავს როგორც და ევროპის ქალაქებში მილანია თუ რაღაც საფრანგეთი პარიზი იქ ჩვეულებრივად ჰაუსტუკში $500 ჩანთებით ხალხი მოძრაობს და არავისთვის ეს არ არის დღეს რომ აი თეთრი პერანგი და პიჯაკით რომ შეხვიდე მეტროში გია დამნიზლავდეთ მთელი მეტრო შემოხედავს ამას აქ რა უნდაო იმდან არაადეკვატური გახდა მე ტრანსპორტით მოძრაობ არც ერთი ცნობადი დეპუტატი პოლიტოლოგი მე ტრანსპორტში არ შემოხვედრია ნუ რა ვქნა თუ ყველა იმიტომ აგვიგზალავენ ახლა ტრანსიმას ავტომანქანების გამოყენებას თვითონ რო იაროს ხო და ცოტა გამექცა თემა როცა ესეთ განცხადებებს აკეთებ როცა ნებისმიერი მოსახლეობის ნებისმიერი სფერო მოცული არის უკვე და განწყობა არის ძალიან მძიმე და გამაღაზიანებელი არის ხო მაშინ რა უნდა ხდეს ხელისუფლება დღეს შეხვდნენ ბავშვებს აი დაავადებულ ბავშვებს ოუშენის სინდრომით რატო არ შეხვდე 40 დღის წინ აი მაინც ხო უნდა შეხვდე რატო მადლი გააკეთე მოაყარე მარილი ხო რატო ეს ხალხი რატო გაუხადე 100,000-ობით შენ მოქალაქეს იმის განცდა რომ აი ეს ბავშვები არ აღელვებთ აი რატო აკეთებ ამას წამოვიდა პრობლემა სასწრაფოდ უნდა ეს პრობლემა გადაიჭრას სანამ მე არ გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და ამ სიტუაციაში მოცემულ ვითარებაში დღეს ეკონომიკური მდგომარეობა როგორიც არის მე აი ფენა მოსახლეობის ფენა და ერთ თხოვნა მაქვს მე დაწვევებული ვარ იციან რეალურად განსაზღვრონ ქართული ოცნების რეიტინგი მოსახლეობაში რეალური რეიტინგი და არა ეს რეიტინგი რომელიც არჩევნებისთვის უნდათ არჩევნებზე ყველა ვარიანტში უფრო მეც მიიღებს მართველი პარტია ვიდრე რეალური რეიტინგი აქვს მაგრამ მე დაახლოებით ვიცი რა რეიტინგი არის განსაკუთრებით აი ესეთ რაიონებში სადაც მასობრივად აი დანი ნაძალადევი ისანი სამგორი როგორი რეიტინგია და რა განწყობა არის და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია როდესაც შენ ხან ამერიკის პოზიციას იჭარ აგერ ხან რუსეთთან ცდილობ დალაგებას პრორუსული რატო მეძახიან რუსეთუმესო რატო გწყინს ეს აი რატო გწყინს მე ვეძახნე პრორუსული პრორუსეთუმეს სასაცილოდ არ მყოფნის ეს თორემ მე ვიცი რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩემი ხორცს არის ზემომგებიანი თორემ ამ 25 წელმა გვაჩვენა რომ დასავლეთი მიუხედავად თავისი კეთილგანწყობისა ბჭყალებით საქართველოსთვის არ არის მომგებიანი მისი ინტერესი არის ხანმოკლევადიანი რაც მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ და ახლა ერევანი გვაქვს აქ სერიოზული პრობლემა და პაშინიანი ესაუბრა პუტინს დაბადების დღე მიულოცა პუტინმა და დაპირდა რომ არჩევნების მერე ჩამოვალო ჩვენ რა ღმერთი გაგვიცხრა ასეთი რო ვერ ჩავდივარ რა გაგვიცხრა არ გინდა არაფერი ჩადი უთხარი რომ აი ესე და თუ პრემიერმა თქვა ჩვენ უკრაინასთან უნდა დავიწყოთო სუფთა ფურცლიდან საუბარიო დაიწყეთ რუსეთთან სუფთა ფურცლიდან საუბარი და იმ საუბარში მე აფხაზეთის თემას როგორ დაალაგებ ცხინვალის ამბავს როგორ დაალაგებ იმათაც ურთიერთობას როგორ ააწყობ იქნებ გამოვიდეს ეგ თემა არა არ ჩავალ სანამ არ დაგვიყვანო ტერიტორიებს არაპირებენ და არც რუსეთი ამ ეტაპზე მით უმეტეს აი ესეთი რიტორიკით და ერთ რამესაც კიდე ვიტყვი რა მე ძალიან მაშინებს რუსეთის აი ესეთი სიჩუმე კი არა ეს ლოიალური განწყობა რა ანუ ხელისუფლების მიმართ არიან ლოიალურები და მართლები არიან იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის რომ აქ მეორე არაფეთქებულიყო და კავკასია არ აუფეთქდეს მაგრამ ისიც არის რომ ყველაფერს აქვს მოთმინებას თავისი საზღვარი სტალინი 30-იან წლებში როგორც რუსეთს ჭირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭირდებოდა რუსეთი 20,000-ზე მეტი ინჟინერი და ტექნიკური პერსონალი იყო ჩამოსული საბჭოთა კავშირში და იღებდნენ ძალიან მაღალ ანაზღაურებას ინდუსტრიალიზაცია რო იყო და ეს ის პერიოდია როცა ამერიკა განიცდიდა უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს
როცა ამერიკი, პრაქტიკულად ამ კოოპერაციამ და თანამშრომლობამ ამერიკის და რუსეთი დააყენა ფეხზე და შეიქმნა მძლავრი ინდუსტრიული ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები გადარჩა აი ამ 29-30-იან წლების კრიზის პერიოდში. ამიტომ რუსეთი და ამერიკის ურთიერთობა იქნება ყოველთვის რაც არ უნდა დაუძაბონ ერთმანეთს. სტაბილური იქნება. ისინი მაინც იპოვიან თავის საერთო ენას და კარიბის კრიზისის შემდეგ აი დიდი ის არის ჩადებული, კაბელია ჩადებული, სადაც აქვთ ერთმანეთთან პირდაპირ კავშირი. როგორც არ უნდა იჩხუბოს, რა სიტყვებიც არ უნდა ეძახონ ერთმანეთს, ისინი მაინც მონახავენ საერთო. ამიტომ ჩვენი გამოსავალი რა არის? იმასაც უთხრა და იმასაც. მოდი ბიძიებო, თქვენ დაჯექით. მოვილაპარაკეთ. ჩემი ინტერესების გაითვალისწინეთ, სანამ ჩვენი ინტერესების გარეშე მოვილაპარაკებენ. ამის ძალიან მეშინია მე. თუ შეიძლება მოვილაპარაკოთ ჩვენი ინტერესები ჭირდებათ მაგათ, აი ახლა ამ ხელას ზე სახელმწიფოები არიან. აი რაში ვჭირდებით დაუშვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაბა კახა, დღეს რო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან ვიცე-პრემიერი რო ჩავიდეს მოსკოვში, ამერიკის შეერთებული შტატები და რა განწყობა იქნება? მე ვფიქრობ, ვერ ჩავლიან ჯერ ერთი ესენი. არა, კაი, ჩავიდეს ვიღაცა დანიშნეს ერთდღიანი, ესე ვთქვათ, კამიკაძე. რეაგირება მოყვება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. არავით არის ისეთი რეაგირება არ მოყვება, როგორც აქ გვაშინებენ. არავითარი რეაგირება არ მოყვება დამიჯერეთ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა, თუ არა პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან. არავის არ უნდა შენ იყო, ჩვენ რო ორი ადამიანს გვინდა ურთიერთობა და აქ ვიღაცა მესამე, ხო? და აი ეს მიქმნის მე პრობლემას თქვენთან ურთიერთობის. ხო ვცდილობ რომ ეს ან გავაჩუმო, ან ორივე მუთხრათ რომ ბიჭო, ხა ნუ გვიშლი ხალხს და ჩვენ დიდი ხალხი ვართ, დიდი თანამდებობები გვაქვს და შენ რა გინდა ჩვენგან? არა, ამას არ ვაკეთებთ. არაფერი არ მოყვება. პრემიერს რო ჩავიდეს, მაგრამ რითი ჩადიხარ? რო აფხაზეთიდან ჯარი გაიყვანე. რაზე უნდა ესაუბრო? ხო, ჯარი გაიყვანეო? ამითი ვერ მიგიღებენ. ისინი ამბობენ, არა, აფხაზეთს თემას არ წავიღებ. ამ დროს 34 წელი თითიძე არ დაუდია რუსეთს აფხაზეთში. 34 წელი. აი ბოლო 2 წელია დაიწყეს. გველოდება. აი ის შენობა როგორც იყო დამწვარი სოხუმში, ისე დამწვარი იყო. გველოდებოდა როდის გადავდგავდით ნაბიჯს. რუსმა ძალიან კარგად იცის, რუსეთმა კარგად იცის რა არის მისი და რა შეიძლება არ იყოს მისი. ძალიან კარგად ვიცით, ვისი დაწყებული იყო ომი და რატო მოხდა ეს. რატო წაიღეს აფხაზეთი? ირანის გამო რო წაიღეს აფხაზეთი და რკინიგზა. ამას 30 წელი რომ ამბობდი, დამცინოდე რა დროს ირანიაო. ხო აღმოჩნდა რომ ირანი ყოფილა სერიოზული თემა. თან რეგიონი სერიოზული. სომხეთში ახლა არის არჩევნები ერევანში. რას ფიქრობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით? ამ არჩევნებზე იქ როგორც მე მაქვს ინფორმაცია კოლეგებს რომ ვესაუბრე, გაყოფილი არის, ძალიან არის გაყოფილი, გამოფხიზდა ხალხი ხვდება რომ პაშინიანის მიმართებაში არ არის ადეკვატური სიტუაცია, მაგრამ 50-50-ზეა როგორც მე ვიცი და ღმერთმა დაიფაროს იქ რაღაცა მოხდეს პროვოკაცია. ძალიან ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენც, სომხეთზე საუბარი არ არის და საერთოდ რეგიონი იქნება. აი მეორე ფრონტის გახსნის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს და ჩვენ პაშინიანი შეასრულებს ამას? პაშინიანის შესრულება ეს ამერიკის დავალებით ხდება, ეხლა რაც ხდება ხო სასულხეთში და მაინც ამერიკა იქონია მაინც გავლენა მაგაზე. ერთ ისტორიას გავიხსენებს ნახევარწუთი მინდა. ტერპეტროსიანი იყო ესეთი პრეზიდენტი ამ სომხეთის 93-ში კლინტონთან იყო ჩასული 4 საათი იყო მის კაბინეტში და ეხვეწებოდა რომ რუსეთთან მომეცი უფლება ურთიერთობის, ეკონომიკური ურთიერთობის. და ამერიკული სომხური ლობი ამერიკიდან, ევროპიდან მოკლედ ზეწოლა მოახდინეს და სომხეთი გადარჩა მხოლოდ იმით, რომ აი ბოლო 35 წელი ჰქონდა ურთიერთობა რუსეთთან და რუსეთის ეკონომიკაზე. პრაქტიკულად ჩვენ 90-იანი წლებიდან განსაკუთრებით 2000-დან ყველა ის სეგმენტი, სადაც ქართველი იყო, მერე შეავსო ან აზერბაიჯანმა ჩვენმა მეზობლებმა, ან სომხეთმა შეავსეს. ჩვენ დავკარგეთ რუსეთში ის გავლენები, რომელიც ჰქონდა. ამიტომ სომხეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის, რომ ჭირდება აქ სიტუაციის ასე ვთქვათ დაძაბვა და გიუმრის ბაზისთვის პრობლემის შექმნა, აი მაშინ უკვე პროცესები არ ვიცი როგორ განვითარდება. მაგრამ მე არ ამგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დონეს დაუპირისპირდეს რუსეთის პრეზიდენტს, იმიტომ რომ მაინც ამ ორ ქვეყანას შორის არის
თანამშრომლობა ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე არ გაწერავენ ერთმანეთს, რომ მართლა ბირთვულამდე მივიდეს. დღეს ევროპას აქვს ეგზისტენციალური პრობლემა. თუ ევროპა ვერ მოიპოვა რუსეთის ენერგო რესურსები და წიაღისეული, ევროპა იქნება ეკონომიკურად გაუბედურებული. და ეჭვი, ჩემი ეჭვი, რომელიც რამდენიმე წელს წინ გამოვთქვი, რომ ევროპას ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გაიყოფს, ისე ზუსტად ისე მიდის. ისე მიდის და ისიც რომ აღმოსავლეთ ევროპას რუსეთს არაფერი არ ჭირდება, იმდენი ტერიტორია აქ საწაიღოს არ იცის. მაგრამ აი ეს ბუფერული ზონა, როგორც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, რომ ავტომატურად 4 საუკუნე, 5 საუკუნე, ხო ივანე ბრისხანის მერე რუსეთი პრობლემა იყო ბრიტანეთისთვის, ბუნებრივი წინააღმდეგობა იყო ბრიტანეთის, რომ გაბატონებული იყო მსოფლიოზე. არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა ტანსაცმელი, შეიცვალა კომუნიკაციის საშუალება და შეიცვალა მიდგომები, თორე სურვილი და მიდგომები ის რომ რუსეთმა მოახჩონდა, რუსეთის წიაღისეული და მიიტაცონ. ოლბრაიტმა ხო თქვა, დაუშვებელია ეს რა უსამართლობა არისო, ესო ერთ ქვეყანას აქვს ამდენი წიაღისეული და ეს უნდა ყველასი იყოს. აფრიკა იღვიძებს. ნუ მსოფლიო არის ახალი ტექნოლოგიურ, ახალი გადანაწილების და მე დიდი ეჭვი მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს უკრაინის ომიც არ დამთავრდება მალე და აი ეს კონფლიქტური სიტუაცია სამ საბოლოოდ არ გადაწყდება. ალბათ ერთი 10-15 წელი კიდე გვინდა რომ აი ამ турბულენტურ მდგომარეობაში ვიყოთ და ჩვენ თუ ესე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობა მივიღებ დაახლოებით იმ 760,000 თუ 750,000-აც იყო ძალიან არ მინდა ამის თქვა. მაგრამ ის სტატისტიკა რომელიც გვაქვს, გადინება, შობადობა, სიკვდილიანობა ამისკენ სხვათა შორის ეს იყო თქმული 700,000 ქართველი უნდა იყოსო საქართველოსიო და მეც ვფიქრობ, რომ საშიშროება ეს მართლა მიდის ქართველი ხალხი საქართველოსთან და ეძებს თავი როგორ გადაერჩინოს დღეს ქართველმა ადამიანმა. აი ნახეთ 1000 ლარი ფული აღარ არის. როცა 40 ლარი, 35 ლარი, 30 ლარი, აი ყველაზე იაფი ვთქვათ, 30 ლარი, ეს ხორცი. ყველი რომელიც ზაფხულში აი ახლა რო 20 ლარი ეღირება, თქვენ წარმოიდგინეთ ზამთარში რა თახებზე იქნება საუბარი. როდესაც ბავშვის გაზრდა ოჯახს დაახლოებით 500-დან 600-მდე შეიძლება ზოგიერთმა მითხრას რა 600 უფრო მეტი მიждებაო, მაგრამ საშუალოს ვიხებ ერთი ბავშვი, ვატარებ ჩვილზე. გაცილებით მეტი არა თქვა უნდა. როდესაც სკოლაში ბავშვი აღარ უშვებ, როდესაც ნებისმიერი შენი გააწყვეტილება არის დამოკიდებული იმაზე, რომ წამალი იყიდო თუ საჭმელი იყიდოს, მოხუცმა. აქ უკვე ახლა ნახეთ ტრანსპორტში რა განწყობაა ხალხის. აგრესია ქვეყანაში ის როგორი. დღე არ გავა აი ბაზარში იქნება თუ სადაც ესეთ თავშეყრის ადგილზე ჭხუბი არ ნახო. ხალხს აქ მაბადეთ ყელში აქვს ამოსული ყველაფერი და ღმერთმა დაიფაროს, სადმე რამე აფეთქდეს. ეს არ იქნება 91 წელი, სადაც რუსთაველის პირველიდან ოპერის თეატრამდე იყო ომი. ეს მოედვა მთელ საქართველოს. 35 წელი არცერთმა ხელისუფლებამ ხალხს ორთქლი არ გამოაშვებია. ხალხი არის ჭკუიდან გადასული, აღარ იციან რა ქნა. ბავშვები ვერ ქორწინდებიან. განქორწინების კატასტროფული ის არის. შობადობა ნული. ბიჭებს სოციალური ფუნქციის შესრულება უჭერთ, იმიტომ რომ ამ უბედურმა ნარკოტიკებმა და ახალგაზრდები გუნდს აღარ სწავლენ, გადასულები არიან ამ მოსაწევზე. ყველა ერთმანეთზე დაპირისპირებულია. ყველაფერი თავრობა, რომელიც ერთ დღეს ერთ ამბობს, მეორე დღეს მეორეს ამბობს, მესამე დღეს მესამეს ამბობს. ამ თავრობის თავარი პრობლემა რა არის? თანმიმდევრულობა. ან თქვი რომ მე ვარ შენთან, ან თქვი რომ მე ვარ შენთან. ან ორივეს უთხარი რომ ორივესთანავე, ოღონდ თქვენ მოილაპარაკეთ, მო? და მე მოდით ჩემთან დამანებეთ თავი, მე არა მაქვს ამის თავი. ხვდებით ის გამიდა. ნებისმიერი სხვა მოძრაობა ირანის გააშუქეს, ირანის დროშებით განათდა. ჩვენი ანძა ატყდა მთელი ამბავი, თელმა დასავლეთმა, პროდასავლურებმა გალაწყეს. აქ ახლა ჩინეთთან ურთიერთობა გვინდოდა, ეს არ ვიცი, ეს სპორტი ვინმეს მიეცით, ეს სპორტი რომ აშენდეს ეს ანაკლიის სპორტი, ხო? ანუ რაღაცა წყობრი ნაბიჯებზე შევთანხმდეთ. აი რატო არის აი სააკაშვილის ხელისუფლება, რატო ეუბნება ამათ, რომ ჩვენ კარგად ვიყავითო. მაშინ იყო ერთი როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, ჩემ მეგობარმა მითხრა, მოსულებიც არ იყვნენ. ამას გააკეთებს, ამას. მოთხარ რას ლაპარაკობ მეთქი. აი ჯერ გზებს მოაწესრიგებენო, პოლიციას ფორმაში ჩააცმევენო, მეკთამეობას აკრძალავენო და აი ისე მე ამისრულდეს ყველაფერი კარგი. ერთ წელიწადში, 2 წელიწადში ეს ყველაფერი გააკეთეს და მიდიოდნენ აი ამერიკელების ყოველ თვეში ორჯერ იღებდნენ დავალებას და ამას ასრულებდნენ, როგორც პატკაზი რო ბრალი. დღეს
არავინ არ არის ვინც ეთქვის რა გააკეთოს. იმას ის ერთს ეუბნება, ის მეორეს ეუბნება, ის ერთს პირდება, ის მეორეს პირდება და საბოლოო ჯამში მე მეშინია ჩვენ არ გავწიროს ყველამ ერთად. აი ეს ეგ მართლა საშიშროებას წარმოადგენს. ყველამ ერთად არ გავწიროს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ბეზრდება, ყველა სახელმწიფოს ბეზრდება ისეთი ადამიანი და ისეთი სახელმწიფო, რომელიც მუდმივად რაღაცას გეხვეწება. მე შენ მიდიხარ თანამშრომლობაზე, მე პირობას გისვლის, იმიტომ რომ იმისაც შეშინია, ამისაც შეშინია, იმასაც უწევს ანგარიშს. ყველასთვის კარგი ვერ იქნება. ბატონო მიშა, მოდი ჩვენ დასასრულისკენ წავიდეთ და დასასრულს მინდა ისეთი კითხვა დაგისვაც და ისევ გულბათს უბრუნდები ამ საკითხში. ანუ მოსალოდნელია კიდე გამოაშკარავონ ამ თმა, აი რაღაც მოგონილი აგენტები კიდე არის მოსალოდნელი ამის საშიშროება არსებობს? Был бы человек, статья найдется. თუ ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება, აი ხა ჩვენი დღევანდელი გადაცემა შეიძლება გაიშიფროს ისე რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოები განცხადებები გავაკეთეთ, იმიტომ რომ გავავთქვით ჩვენი აზრი. ინტერვიუ მივეცი, რომელიც ითარგმნება რუსულად, შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ რას გაძლევს? აი რა მოგცა? ამითი ამერიკელები უფრო კეთილები გახდნენ. რა მოგცა? აი ამ ადამიანის დაკავებამ, ხო? რაღაცა შედეგი ხო არის? ყველა ამბობს, ახლა ეს რო პოლიტიკური დაკავება, ამაზე ლიბერალებიც კი, აი პირწავარნი ლიბერალებსაც კი არ ჯერავთ, იმიტომ რომ ყველა მიცოდნენ რომ გულბართ სკილაძე და კიდე ძალიან ბევრი საქართველოში ბევრი თუ ცოტა, ესენი არიან ღიად პრორუსული და რუსეთთან ურთიერთობის დამლაგებლები. დანარჩენი რა გითხრათ, რა ვიცი. ანუ მოსალოდნელი არის, ხო, რა თქმა უნდა. ყველაფერი მოსალოდნელი არის, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი მე ძალიან მაშინებს ეს სიტუაცია. არა ვართ ჩამოყალიბებულები. იდეოლოგია არ აქვს. სად მივდივართ არ ვიცით. ერთი დეპუტატი ერთს აცხადებს, მეორე დეპუტატი მეორეს, მესამე, ანუ ხალხში იწვევს ეს უნდობლობის გზნობას კი არა, როგორ გითხრათ, ისეთ ხო, უნდობლობის გზნობას აღარ ენდობიან იმაში, რას იზავს ხვალ. ხვალ შეიძლება ისეთი განცხადება გააკეთოს ხელისუფლებამ, საერთოდ ამოატრიალოს დღევანდელი პოლიტიკური დღესასრიგი. და ადგეს, მოხდეს სასწაული და ჩაფრინდეს მოსკოვში პრემიერ-მინისტრი ან ვიცე-პრემიერი. მაგრამ ამისი მე ძალიან ეჭვმეპარება. რაც შეეხება აი ამ ბრძოლას, ეს ბრძოლა თუ გაგრძელდა, ეს არ იქნება ხელსაყრელი არც ქვეყნისთვის და არც იმათვის, ვისაც უგზავნის შეტყობინებას. რო აგერმე შენი მოწინააღმდეგე ქვეყნის ვიღაცა საერთოდ მომხრეები, აგენს მე არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს სიტყვა არის ძალიან მძიმე. რო აი შენი მოწინააღმდეგე ქვეყნის ამ შემთხვევაში რუსეთის მომხრე და რუსეთთან ურთიერთ გულბართ სკილაძე და ძალიან ბევრი საქართველოში არ არის და არ ვართ რუსეთის მომხრეები, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ რუსეთთან 36 წლის ჭიდაობა სადამდე მიგვიყვანა და ამაზე შეიძლება ვისაუბროთ საალთობით. ბატონო მიშა, მე ბოლოს ვიტყვი ამას, რომ თუ ჩვენ ქვეყნიდან, ჩვენ ქვეყანაში არსებობს აგენტები და მართლა ჯაშუშები არსებობს, მე მივესალმები და უნდა გაუშვათ სამუდამოდ ციხეში, რა თქმა უნდა. როცა შენ ქვეყანას ღალატობ, შენ ერთს ღალატობ, ეგ არის მართლა ჯაშუში და ეს არის მართლა არ ვიცი, ყველა ჯაშუში იგულისხმება ყველაფერი ცუდი. მაგრამ მე გულბაძე ვერ ვიტყვი, რომ არის ჯაშუში და არის ესეთი ადამიანი, მაგრამ თუ ვინმე მართლა არსებობს და მტკიცებულების ფარგლებში მას დაუმტკიცებენ, რომ არის ჯაშუში, ის უნდა იჯდეს ციხეში. ნებისმიერი ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედება, რა თქმა უნდა. კანონგარეშე ქმედება უნდა იყოს დასჯილი. ამას სჭირდება მტკიცებულება, ამას სჭირდება მომზადებული საკანონმდებლო სერიოზული საკანონმდებლო ბაზა, სადაც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლუფტი. არის დანაშაული, არის სასჯელი. ჩადენილი დანაშაული უნდა იყოს სასჯელი, მაგრამ როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც პოლიტიკური სუნი უდის ამას და პოლიტიკური მმართველობა, აი ეგ დგება კითხვის ნიშანი. დანარჩენზე მე გეთანხმებით ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრებისთვის. ბატონო პატრიციო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩემი სტუმარი იყო ამ გადაცემის სტუმარი ბატონი მიხეილ შხენტი, პოლიტოლოგი და დაგემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე. ნახვამდის.